ევროკავშირის ელჩი საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას ახლო მომავალში მოელის. Ამ თემაზე იანო შერმანმა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც ევროპელმა დიპლომატებმა საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე პრეზენტაციები ჩაატარეს. სოფო ვარდიაშვილი გვეტყვის კონკრეტულად რა განცხადებები გააკეთა ევროკავშირის ელჩმა. ევროკავშირის ელჩმა კომენტარი გააკეთა იმ განცხადებაზე, რომლითაც ევროპარლამენტმა მიმართა ევროკავშირის საბჭოს, რომ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები გადადების გარეშე უკვე ნოემბრის დასაწყისში გამართოს. ევროკავშირის ელჩის თქმით, მისთვის მას არ შეუძლია კონკრეტული თარიღის დასახელება, როდის მიიღებს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირი, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მოხდება. და იანო შერმანმა დასძინა ისიც, რომ ამისთვის ევროპული სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ. იმედი მაქვს, რომ არც შეშორსაა ის დრო, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ვერ დავასახელებ კონკრეტულ თარიღს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა და შედეგები ხალხისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი. ევროკავშირის ელჩმა საარჩევნო პროცესზეც ელაპარაკა და თქვა, რომ ევროკავშირი ელოდება მეორე ტურის გამართვას, მან პროცესის შეფასებისაგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ამ პროცესს აკვირდება EUTHO-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ODIHR, რომელიც არჩევნების შემდეგ ანგარიშსაც გამოაქვეყნებს და ევროკავშირიც კომენტარს სწორედ ამ ანგარიშის შემდეგ გააკეთებს. I cannot give you my own. მე არ შემიძლია ამ ეტაპზე საკუთარი თუ ევროკავშირის შეფასებების შესახებ გითხრათ. პროცესი ჯერ არ დასრულებულა. საერთაშორისო დამკვირვებლები EUTHO-ს ODIHR-ის მისია განაგრძობს დაკვირვებას და ჩვენ ველოდებით მათ შეფასებებს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით. არჩევნების სრული პროცესის შესახებ ერთიან ანგარიშს EUTHO მოგვიანებით გამოაქვეყნებს. ეს კომენტარები ევროკავშირის ელჩმა გააკეთა შეხვედრაზე, სადაც წარადგინეს შუალედური ანგარიში ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტებისა და ეს პროექტები ძირითადად არის ის პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში და რომლებიც გამიზნულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ჩვენ ვაფასებთ შედეგებს, რომელსაც მივახციეთ ბოლო წელიწადნახევარში. ახლა უკვე სამომავლო გეგმას შევადგენთ. ჩვენი პროექტის ბოლო ფაზა 2018 წელს განხორციელდება. საქართველო აქტიურადაა ჩართული და გვაქვს გარკვეული მიღწევებიც. ევროპის საბჭოსთან ერთად შევქმნით ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც ვახორციელებთ პროექტებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის ხელშესაწყობად საქართველოში. ეს უფრო ფართო პროექტების ნაწილია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვისაა გამიზნული. სხვადასხვა პროექტი იქნება ორიენტირებული პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების გაძლიერებაზე. ერთ-ერთი მათგანი არის, ესე ვთქვათ, რეგიონალურ ჭრილში 6 ქვეყნის მიმართულებით, ესე ვთქვათ, საერთო გამოწვევების გამოკვეთა და ურთიერთდახმარება, როგორ შეგვიძლია, ვთქვათ, 6 ქვეყანაში ერთად ვიფიქროთ პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების გაძლიერებაზე. გამოყოფილია საქართველო და მოლდოვა, როგორც ქვეყნები, რომლებმაც უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის პროექტები, რომელთა შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაც იმართება, ახლა 2 წლიან პერიოდს მოიცავს, მათთვის გამოყოფილია 24 მილიონი ევრო და ამ თანხის 90%-ს ევროპული სტრუქტურები ფარავს. დიდი მადლობა, სოფო ვარდიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.